მოგესალმებით, ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი, მე გახლავთ ფსიქოთერაპევტი მერაბ ბონიანი. დღეს მინდა რომ წაგიკითხოთ იგავი, რომელსაც ასეთი სათაური აქვს. ყველას გულს ვერ მოიგებ. მამა თავის შვილთან და ვირთან ერთად მოგზაურობდა შუადღის პაპანაკებაში, კეშანის მტვრიან შესახვევებში. მამა ვირზე იყო ამხედრებული, შვილს კი აღვირი ეკავა. საწყალი ბიჭი, თქვა გამვლელმა, მისი პატარა ფეხები ძლივს ეწევიან ვირს. როგორ შეგიძლია ზარმაცივით ვირზე ჯდომა, როდესაც ხედავ, რომ ბიჭს ძალა გამოელია. მამამ გულთან ახლოს მიიტანა ეს სიტყვები. როდესაც მათ შესახვევში შეუხვიეს, იგი ჩამოვიდა ვირიდან და შვილი დასვა. ძალიან მალე შემოხვდა სხვა ადამიანი. მან ხმამაღლა უთხრა, როგორ არ გცხვენია, პატარა ვირზეა შემომჯდარი, როგორც სულთანი. მისი საწყალი მამა კი ფეხით მისდევს. ბიჭი ძალიან დამწუხრდა ამ სიტყვებისგან და მამას თხოვა დამჯდარიყო ვირზე მის უკან. კეთილო ხალხო, ოდესმე გიხილავთ რამე მსგავსი, იყვირა ჩადრიანმა ხალხმა. ასე უნდა აწვალოთ ცხოველი. საწყალ ვირს უკვე ზურგი დაებრიცა. მოხუცი და ახალგაზრდა უსაქმურები კი შემომსხდარან მასზე, თითქოს დივანზე. საწყალი არსება. უსიტყვოდ დარწხვენილი მამაც და შვილიც ჩამოხვდნენ ვირიდან. გადადგეს თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, შემხედრმა ადამიანმა დასცინა მათ. ეს თქვენი ვირი რატომ არ აკეთებს არაფერს? არ მოაქვს არანაირი სარგებელი და არც ერთი თქვენთაგანიც კი არ ზის მასზე. მამამ მისცა ვირს მუჭა თივა და შვილს ხარზე დაადო ხელი. რაც არ უნდა გავაკეთოთ, უთხრა მან. აუცილებლად მოიძებნება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება. ფიქრობ, თავად უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა უნდა ვქნათ. ესეთია ეს იგავი, საკმაოდ საინტერესოა. იგავი არის იმაზე, რამდენად უნდა გაუწიოს ადამიანმა ანგარიში სხვათა მოსაზრებებს თავისი ნაბიჯების გადადგმისას და იმის გათვალისწინებით, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრება არის, შესაძლებელია შენ აღმოჩნდეს სხვათა მოსაზრებების მხოლოდ გამთვალისწინებელი და ცხადია, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ვერ დგავ ნაბიჯებს შენი აზრის შესაბამისად, რომლის სრული უფლება გაგაჩნია. თემა ძალიან საინტერესოა. რამდენად შეიძლება გახადოს ადამიანს თავისი თავი დამოკიდებულად სხვათა მოსაზრებებზე და იცხოვროს სხვების წარმოდგენების შესაბამისად და ვერ გადადგას ნაბიჯები იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მიაჩნია მას უფრო სწორად, მიზანშეწონილად და როგორ თვლის თავად ის. ესეთი თემაა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ესეც რა ადგილი აქვს ამას ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენთვის საინტერესო იქნება თქვენი გამოხმაურება, თქვენი მოსაზრებები და კიდევ ერთხელ მომიწოდებდით, რომ გამოიწეროთ და გააზიაროთ ჩვენი არხი.